თანამედროვე ინდუსტრიაში ყველა ცდილობს, რომ ცილა ნაკლები იყოს პროდუქტში, რომ ნაკლებად დანაყრდა. ცხიმის მიმართ ხედვები დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ისეთი, რომ აი მუცლის ცხიმი და კარაქი ერთი და იგივე გონიათ ჯერ კიდევ. ჯანსაღ ალტერნატივას ყოველთვის მე ვერ ვნახავ. მაგრამ ისეთ პროდუქტს ყოველთვის ვნახავ, რომელიც იმ მომენტში გამომადგება და ეგრეც არ დამაზიანებს, როგორც მეუბნებიან რა. არასდროს არ ყოფილა მკერდის ვარჯიში უფრო მარტივი, ვიდრე წინა ვარჯიშზე იყო, იმიტომ რომ მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ ბოლომდე მიხვიდე. ადამიანის ფენომენი რაც არის ეგ, რომ ცხიმიც აქვს, კუნთიც აქვს და ძალიან ძლიერია. რა სიტყვი დღევანდელ რეალობაში ხალხი, ვინც ცდილობს რომ ჯანსაღად იკვებოს, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებს სამზარეულოში თუ მის გარეთ. ჩემს ყოველდღიურ კვებას რო შეხედო, ხო, როგორც მზარეული არაფერი განსაკუთრებული. შეიძლება ხანდახან ძეხვი და პური ვჭამო. დღევანდელი ჩემი სურვილი იდეაში არის ეგ, რომ ვისაუბროთ კვებაზე, როგორც პრაქტიკულ ნაწილზე, სამზარეულოში რა ხდება რა, ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი გავიგეთ, რომ მნიშვნელოვანია, ცილი თუ ართ ნაშენები, ამინომჟავები, რაღაცა, ჰაი-ჰუი, მაგრამ რა არის ის ნაწილი, რაზეც ყველაზე მეტად უნდა კონცენტრირდე, როცა ხარ სამზარეულოში უკვე და ასე შემდეგ. ხო, სანამ ნუტრიციოლოგიასთან დავაახლოვდებოდი, ან კულინარია ჩემთვის რადიკალურად სხვა ნაწილი იყო, იმიტომ რომ სხვა რაღაცებს ვაქცევდი ყურადღებას. დღემდე ვაქცევ მაგ რაღაცებს ყურადღებას, მაგრამ ეხლა ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, იმიტომ რომ თვითონ მე მჭირდება. და ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე დავიწყე ზუსტად მე ამ ვიდეოების გადაღებაც, რომ მოდი ყველამ გაიგოს რა და იქნებ ვინმეს გამოადგეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ვითვალისწინებ ხოლმე, არის ის, რასაც მაგალითად ჭალებში ვმაზავთ, როცა მარკეტებში ვყიდულობთ პროდუქტს. არის ის, რომ თანამედროვე ინდუსტრიაში ყველა ცდილობს, რომ ცილა ნაკლები იყოს პროდუქტში, რომ ნაკლებად დანაყრდა. და შაქრები გვაქვს ბევრი, ცხიმი ასე თუ ისე და ნახშირწყლებია რა, მოკლედ. რაც განდომებს ჭამას. ხო და შენ თუ გინდა რომ ეგ არ მოხდეს, მაშინ სამზარეულოში უნდა მიაქციო იმ რაღაცებს ყურადღება, მაგალითად ცილის რაოდენობა ნორმალური იყოს თითოეულ კვებაზე. ნუ რა თქმა უნდა პრიორიტეტულია და მაგ პრიორიტეტებზეც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ მე ერთი პერიოდი რადიკალურად სხვანაირად ვიკვებებოდი და ეხლა რადიკალურად სხვანაირად ვიკვებები და ცოტა ის მაქვს ხოლმე შოკი მაქვს რა საკუთარ თავთან რა და მაგასაც ვისაუბროთ. ხო და ჩემს სამზარეულოში ჩემი კვებებიდან გამომდინარე არის ეგ, რომ ვცდილობ რომ ბოჭკო იყოს საკმარის რაოდენობა, ვცდილობ რომ ცილა იყოს საკმარის რაოდენობა და დანარჩენი რაც საჭირო იქნება ყველაფერს დებ მოკლედ თებსა და ერთ-ერთი მთავარი რაც მინდა ყველამ იცოდეს, არის მნიშვნელოვანი მრავალფეროვანი კვება. როგორც გესმით, ირიბი და პირდაპირ მნიშვნელობით, რომ აი ეს თეფშზე რამოდენიმე ფერი იყოს. და ყოველდღიურად შეეცადეთ, რომ სხვადასხვა ფერის რაღაცები მიიღოთ. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და არასდროს არ ხდება კვება მოსაწყენი. პირიქით ანუ საჭმელზე აღარ ვფიქრობ, როცა სწორად იკვებები. აი განსხვავება. თუ გინდა გადავიდეთ ახლა რა შეიცვალა ჩემს კვებაში. თო, გადავიდეთ თავიდან ბოლომდე ახსნათ. ხო, მოკლედ ადრე ჩვეულებრივად ვარჯიშობდი, ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო პერიოდში დავიწყე მომზადება აირონმენისთვის. ანუ ტრიატლონის მარათონისთვის მინდა მოკლედ რა და დავიწყე სირბილი აქტიურად, დავიწყე ველოსიპედი, დავიწყე ცურვა და თურმე ისე მოხდა, რომ ამდენ ციlaსაც ვერ მივიღებ, ანუ არ შეიძლება ჩემთვის. იმიტომ რომ მიშლის რა, ხელს ვერ დავრბივარ, ვერ ცურავ, ვერ მოძრაობ სათანადოდ რა და აქედან გამომდინარე მომიწია ნახშირწყლების გაზრდა. ანუ აქამდე ჩემთვის თუ რაღაცა დემონიზირებული იყო შაქარი და როგორც ყველა დანარჩენი მეც ეგრე ვუყურებდი, თურმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ეხლა ჩემი კვება გამოიყურება საერთოდ სხვანაირად. ან ზოგჯერ მაგალითად ეკლერებს ვჭამ, ზოგჯერ შაქრიან წყალს ვსვავ, როცა მჭირდება, კამფეტებს ვჭამ და რო შევივსო გლიკოგენის რაოდენობა და მოვახერხო ფუნქციონირება. და შედეგი აქვს სასწაული.
ანუ დაღლილობას ვერ გრძნობ და როგორი გეგმა გვაქვს, იცი რა. კვირაში 7 დღე წავს ვარჯიში, რაც მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და ვარჯიშით აღდგენა რა უბედურება იყო, ეგეც არ ვიცოდი. და ეხლა ან მაგ ფაზაში გადავდივარ და ჩემი კალორიების მოხმარება ან 3500-4000 კალორიას აღწევს ხოლმე დღიურად. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება. ოღონდ საჭიროების შემთხვევაში. კი, მესმის სრულიად. იდეაში მე რომ დატესტილი მაქვს წინა ეპიზოდებშიც თქვი, 2 დღიანი კვირაში 2 დღიანი ვარჯიშიდან 6 დღემდე მაქვს გაზრდილი რა, ყველა 3, 4, 5, 6 რა. და ყველა შეგიძლია იგივე შედეგამდე მიიყვანო, უბრალოდ კვებაში სრულიად იცვლება რაღაცა 2 დღიანში ცილა თუ მეტი გაქვს და ნახშირწყალი არ გჭირდება მაგდენი, 6 დღიანში პირიქით. ნახშირწყალი უფრო მეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ფიზიკურად ორგანიზმი მაგდერ ენერგიას ვერ მოგცემს 6 დღე რომ ვარჯიშობ რა. და უმეტესად გონიათ ხოლმე ეგ თუ დარბაზში შედიხარ, ცილა არის ღმერთი და ხანდახან ცხიმიც უნდა წაახმარო და ნახშირწყალი დემონიზირებული ან პირიქით რა. კი, და რეალურად მე ესე ვუყურებ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება რა და ეგ იმას არ ნიშნავს ხო, რომ რაღაცებს არასწორად ვაკეთებთ, რეალურად რაღაცებს სწორად ვაკეთებთ, ან სწორი მიმართულებით მივდივართ და ყველაფრის მიღება შესაძლებელია, იმიტომ რომ შენი ორგანიზმი არის ძალიან ძლიერი. ადამიანის ორგანიზმის გაკეთებაც შეუძლია ჯერჯერობით კიდე რაღაცები არ ვიცით. და ნუტრიციოლოგიაც სულ ვითარდება, სულ სხვადასხვანაირი კვლევები იდება და სულ სხვადასხვა ტალღაზე ვართ ხოლმე. მაგიტომაც ვერ ვეძახი საკუთარ თავს ნუტრიციოლოგს, იმიტომ რომ სულ მან უნდა იყო, სულ ახალი ინფორმაციები უნდა მიიღო და მუდმივად რაღაცას უნდა მისდევთ. რადგან მაგას მე ვერ ვახერხებ, აქედან გამომდინარე მე ნუტრიციოლოგს საკუთარ თავს ვერ დავუძახებ, მაგრამ მოყვარული ვარ. და ხო, საბოლოო ჯამში იმას ვიტყოდი, რომ მე ახლა ამ პრაქტიკამ, რა პრაქტიკაშიც ვარ, მასწავლა და მანახა ის, რომ თურმე შემიძლია კოკა-კოლაც დავლიო, იმიტომ რომ მჭირდება. შემიძლია კარაქი ვჭამო დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ეგეც მჭირდება. და რაღაცები სხვა დანიშნულებითაც მე ვიღავ, მაგალითად ომეგა-3-ს ეხლა ვიღებ, იმიტომ რომ ეგ მართლა ის იყო, რომ ამიხსნეს მეც გამიგვირდა. სიმპტომი მაქვს გამომშრალი თვალების. და გამომშრალი თვალებისთვის არის ომეგა-3 ძალიან მაგარი რამე, იმიტომ რომ ცრემლის ხარისხს აუმჯობესებს და ნაკლებად გიშრება თვალი. ან ბევრი რაღაცა არსებობს, რაც ეგრე არ არის რა, როგორც ჩვენ ვიცით, რომ აი ესე არის და მორჩა. ან ბევრნაირი რაღაცები არსებობს რა და სულ შეგიძლია ისწავლო, ახალი მეთოდები ნახო და უკეთესად იგრძნო თავი. კი, მესმის. ანუ ნელ-ნელა ვცდილობ მეც, იმიტომ რომ ანუ მოსწავლეებთან რომ უნიშნავ თქვათ რომ აი ეს ვიტამინი მიიღე, აი მაგნიუმი, ცინკი, რა ტიპების არსებობს, რა უნდა მიიღოს და რაღაცა, ეგ ჩავშალ, მაგრამ ეს ომეგა-3-ის და თვალის ეს ცრემლის ნაწილი ნამდვილად არ ვიცოდი რა. მე შენს კონტენტს უყურებ აქტიურად, იმიტომ რომ სამზარეულოსთან მოკლედ ძალიან მეგობრობ რა და ისი რა მაინტერესებს, მოკლედ ჩავთვალოთ, რომ ვინც გვიყურებს, იმათმა აი წინა ეპიზოდებით გაიგეს ცილა-ცხიმი ნახშირწყალი რა არის. ისიც გაიაზრეს, რომ რაღაც დროში ზოგი უნდა მიიღოს მეტი, რაღაც დროში სხვა. სამზარეულოში რო შედიხარ, ეს გამომშრალი ინფორმაცია, მარტო ცილა, მარტო ცხიმი და მარტო ნახშირწყალი რომ მიიღო არის როგორც ჯეროდათ 15 წლის წინ რომ აი ქათმის სპილე, ბრინჯი და რა ქვია, ზეითუნის ზეთი. ეს ჩემთვის დღეს უკვე არ არის ის, ეს არ არის ჯანსაღი კვება რა. ჯანსაღკვებას ვეძახი იმას, რომ შენ რო ჭამ რაღაც შეიძლება სიამოვნებაში ზედმეტში არ გადაერთო, მაგრამ აი ის მომენტი არ უნდა გქონდეს, რომ ამის ჭამა არ მინდა რა, პირიქით. იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება. ამას ვცდილობ ხოლმე, რომ ინფორმაცია ყოველთვის მივაწოდო მაყურებელსაც, ჩემს მოსწავლეებსაც, მაგრამ უმეტესად არ ჯერათ, რომ გემრიელი საჭმელი არის ჯანსაღი. შენი ყოველდღიურობა ვიცი რომ მაგას აღადებს და მინდა რომ ეგ ჩემს აუდიტორიასთანაც მივიტანოთ. ხო, რამდენიმე რჩევები შემიძლია გავცე აქედან გამომდინარე.
ბევრი დადებითი ცხიმი გვაქვს რა, რომელიც კარგია. თუ არ გადავალთ ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, რომ ძალიან ცუდი არის მზესუმზირის მზეთი. ოკეი, შედარებით ცუდი არის და ვეთანხმები მეც. მაგრამ გვაქვს კარგი ცხიმები, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად კარაქი თუნდაც. მაგალითად ავოკადოს ცხიმი, მაგალითად ნიგოზი, ბევრი ზეითუნის ზეთიც მათ შორის. ბევრი ცხიმია, რომელიც შეგვიძლია არა მარტო ტაფაზე მოვასხათ, უბრალოდ მივიღოთ ზეთის ხილიც მეშვეობით თუნდაც. მაგრამ მოდი ცოტა ადამიანურ და ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდეთ. რა ართულებს მაგ ყველაფერს? ერთი ის, რომ როცა ესე ყველაფერს ერთად ყიდულობ, ძალიან ძვირია. მაგას ჯობია დააგროვო. და დაიწყე მაგალითად ბრინჯი კატამი ზეთის ხილით, ხო? და ესენი რო გექნება დაუმატე კიდე რაღაცები ნელ-ნელა და როგორც ჩემი სამზარეულო არის სავსე უამრავი რაღაცით ისე გაივსება შენც, იმიტომ რომ ჩემი ინტერესში ეგ არის. მე რასაც მივაგენი და მივახციე არის პროფესიონალური სამზარეულოდან გადმოვიდანე ჩვევები ჩემს სამზარეულოში და დავიწყე მიზანპლასების კეთება. ანუ წინასწარ მომზადებული, ნახევრად მომზადებული კერძები, რომელსაც ვყინავ. ან მაცივარში ვინახავ და ერთი კვირის განმავლობაში აღარ ვწუხდები. ვიდეოების გადაღების გარდა მანდაც ვერ ვჭამდა და მაგის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მაგალითად ჩემი მეუღლე დაახლოებით ეგრე იკვებება და აღარ უწევს ფიქრი, ხო ხვდები? როცა ყველაზე მეტად სადვუშავთ შეცდომებს, ხო? საღამოს, როცა უკვე ღამდება და გამოგველია ის საჭმელი, გამოგველია ის ნაფიქრი რა უნდა გვეჭამა, მერე გვიწევს ხოლმე ისეთი რაღაცების ყურება და ისეთი რაღაცების მონატრება, რაც შეიძლება ჩვენთვის დამაზიანებელი იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგიტო არის ზუსტად, რომ როცა ისი გაქვს დალაგებული ერთი კვირის განმავლობაში გაკეთებული საჭმელი, შენ მშიერი აღარ ხარ. და როცა მშიერი არ ხარ, აღარ ფიქრობ ეგეთ რაღაცებზე რა. და მუდმივად ტონუსში ხარ, ასე რომ ვთქვა, და ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ არც ბევრს ჭამ, არც სუდად გზნობ თავს და გემრიელოდაც მიირთვა. ახლა გადავიდეთ გემრიელ საჭმელს. საჭმელს ან გემრიელებს ძირითად შემთხვევაში ალბათ соусები. თუ ჯანსაღ კვებაზე მივდგებით, არის соусები. მაგრამ ეს соусები არის ხშირ შემთხვევაში ძალიან მაღალკალორიული. ამიტომ უნდა ვისწავლოთ соусების ალტერნატივების კეთება. რომელიც შეიძლება გაკეთდეს ბერძნული იოგურტით. ბერძნული იოგურტი თუ არ გვაქვს გაწურული მაწვანე შეიძლება გამოგვადგეს, იმიტომ რომ ახლოს არის ძალიან ერთმანეთთან და ცილებითაც ახლოს მიდის, იმიტომ რომ გაწურულია. და ხაჭო. დაბლენდერებულ ხაჭოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. იმიტომ რომ ბევრნაირი პასტის გაკეთება შეგიძლია, ბევრნაირი соусის გაკეთება შეგიძლია. და არის ელემენტები, რომელიც დიდი დოზით შეიძლება კალორიული იყოს, მაგრამ პატარა დოზით, რომელსაც შეუძლია რომ კაკი გემრიელოს, соуსი შეგიძლია გამოიყენო. მაგალითად, დიჟონური მდოგვი, თაფლი, სრირაჩა, რომელსაც აქტიურად ვიყენებ, იმიტომ რომ უბრალოდ ცხარე მიყვარს და ძალიან კარგია. ხო, ცხარე მიყვარს და ვიყენებ ხოლმე ანჯიკები. ვისაც უყვარს. სხვათა შორის აი მაგალითად ხშირად მივირთმევ ხოლმე ტყემალს მეც, მაგრამ მან ცოტა ისე უნდა ვიყოთ რა, რომ ნაყიდი ტყემალი ხშირ შემთხვევაში შაქრებით არის გატანილი. და ძალიან ბევრ კალორიას გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ცოტა შევამსუბუქოთ დოზები ჯობია. მანდ. და ხო, თუ соусების კეთებას დავამუღამებთ, ძალიან გემრიელ საჭმელს შევჭამთ. მე მაქამდე მივედი. ის ზუსტად მთლიანი მესმის ჩვენი ჩვენ სახში ვაკეთებთ ხოლმე ტყემალს მით უმეტეს, მამა ჩემს ძალიან უყვარს და თავის ხელით რო გააკეთებს, მე თან როგორ ვაკეთებთ იცი? გავამზადებთ, შევინახავთ და მე გამოგვაქვს ხოლმე და ვამზადებთ იმ მომენტში, ანუ ახლა და ახალ მწვანილს რომ მოვაყრეს, საერთოდ სხვა გემოაქვს. არომატები რო კარგად მოაქვს და იდეაში მეც ზუსტად მაგ გზაზე მივდივარ რა, რომ სამზარეულოში მშრალი საკვები აიღე, соуსი დაუმატე და იდეალური არის არ გაძლევს იმ შეგრძნებას, რომ დიეტაზე ხარ და უბრალოდ ჩვეულებრივად იკვებები რა. და სხვათა შორის ეხლა ის თქვენი რა ქვია,
წინაზე რო თქვი რომ შაქრიან წყალს ვსვავდა რაღაცაო, აი ეზოს რო ვაკეთებ, ეხა მამაჩემს რო ეხმარები, თან რო ივარჯიშო და ეს ზუსტად მიიღო კალორაჟი და თან იქ მშენებლობაში დაეხმარო მამაშენს ეზოში, რთულია და თაფლიანი წყალი 1 საათი მოკლედ ძალიან აქტიურად შემიძლია მე რომ ვიმუშაო და იდეაში ზოგს რო კითხო, აი ძალიან ბევრი ნახშირწყალია რაღაც და არ უნდა მიიღო და პირიქით ყოველდღიურობაში ძალიან კარგად გადმოდის. იცი რა მაინტერესებს? შენ თქვი მეუღლეზე, რომ ეს აქტიურად მუშაობს და ასე შემდგომ, ნუ შენი კონტენტი პირდაპირ გაწვდის საკვებს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ, ჩათვალე რომ სულ გადარბენაზე არიან და სახში ძალიან იშვიათად უწევთ ყოფნა. უკვე აღვნიშნეთ, რომ გამზადებული უნდა იყოს რა, მაგრამ გარეთ რას უნდა მიაქციონ ყურადღება კვების დროს? ძალიან მარტივად შეგვიძლია ფონს გავიდეთ თუ შედარებით მაღალი რაოდენობის ცილას მივირთმევთ. ან ნახე როგორ რაღაც არის. მე არ ვამბობ იმ ათლეტებზე, რომლებიც რაღაცისთვის ემზადებიან და სჭირდებათ დალაგებული კვება. ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც მაგალითად შეიძლება იყოს ჩემი მეუღლე, ვინმეს მეუღლე. ან ვინმე, მათთვის არის ორი რაღაცა ალბათ მნიშვნელოვანი, ბოსტნეული და ცილა. თუ ცილის რაოდენობას შევივსებთ, ქათამი იქნება, თხილეული იქნება, თუ რა არ აქვს მნიშვნელობა. ცილის რაოდენობა თუ მაღალი რაოდენობით გვაქვს, ეგ გვაძლევს საშუალებას დანაყრების, ასევე ბოსტნეული. და როცა ცილას იღებ, ცილის გადამუშავება ხო რეალურად რთული პროცესია, ვიდრე ნახშირწყლს. და აქედან გამომდინარე დროს გაძლევს დიდი რაოდენობით რა და მარტივად არ გშირდება. და შეგიძლია რომ მაგალითად ხაჭაპურიც ჭამოცოდა. ოღონდ აი ქათამიც დააყოლე რა. ან საქონლის ხორცი დააყოლე, ნებისმიერი ხორცი, ან მცენარეული ცილა მიიღე. ტოფუ მაგალითად იგივე პროცესებს გადის ორგანიზმში და იგივენაირად რთულად მუშავდება და დროს გვაძლევს იმდენს, რომ სადღაც 3 კვება, ან 4 კვება მოვათავსოთ და არ მოგშვიდეს. მესმის. და კიდევ ერთხელ გეთანხმები რა. კიდევ მინდა ჩავშალოთ ის თემა დღეს საკვებებში, რომ წარწერებია, რომლებიც ესე მაცდურად საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ ყველა სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს. ანუ no sugar, no added sugar, low fat, რა არის ის ნაწილები, რომლებიც ჯანსაღკვებასთან ასოცირებულია, ან რომლები არის, რომელთანაც ახლოს არ უნდა მივიდნენ რა. ხშირად არის ხოლმე ჩემთან ეგ კითხვები ყოველთვის. კი, მოდი, ეგ კითხვები როგორი არის, იცი? ეხლა შეგვიძლია მაგაზე ვისაუბროთ დიდხანს და შეგვიძლია ყველა ის უცხო სიტყვა ამოვიღოთ და გავშალოთ და მოვყვეთ, რომ მაგალითად აი ლეიცინი რა არის. რატო არ არის ცუდი მაგალითად რა? ქსანტანი რატო არ არის ცუდი, ხო? მაგალითად შეგვიძლია, იმიტომ რომ ყველაფერს თავის დოზები აქვს. უცნაურად ჟღერს, რთულად ჟღერს, მაგრამ მოდი რეალურ ცხოვრებაში გადამოვიტანოთ, რასაც მეც ვაკეთებ ხოლმე რა. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მაგარი ინსტრუმენტი. ეს არის ხელოვნური ინტელექტი. კი, ბევრი დავიდა არაბამედეს მაგაზე და რაღაცა სკაინეტამდე მიყავს ზოგს, მაგრამ ჯერჯერობით საფრთხე არ გვემქრება და აკეთებს ძალიან დიდ საქმეს. ნებისმიერი პროდუქტი შეგიძლია ჩაუგდო, ნებისმიერი სურათით და უთხრა რა ხდება აქ და აგიხსნეს. თუ მაგალითად ტელეფონი დაგიჯდა შეგიძლია მიექცეს რაღაცებს, რომ პირველი არის ყოველთვის ის, რაც ყველაზე მეტია. აი მაგალითად ხშირად არის ხოლმე პირველი ნახშირწყლები, ხო? აი მაგას მიყევით, თუ ცილის რაოდენობა ძალიან დაბალია, მოდი ეგეთი აიღე ოღონდ სხვა. მსგავს. იმიტომ რომ ეხლა წინაზე რაც თქვი ხშირად აკეთებენ მასზე ზუსტად რომ ცილის რაოდენობას ამცირებენ, რომ არ დანაყრდა. და აი მაგას გაიქცევ. ეგ არის მგონი გამოსავალი, იმიტომ რომ მართლა შეგვიძლია ყველა სიტყვა ჩავშალოთ, უბრალოდ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ როგორც მე ვერ დავიმახსოვრე პირველ ნახვაზე, ისე ვერ დაიმახსოვრებს დიდი ალბათობით სხვაც და ეს ინსტრუმენტი ძალიან გამოადგება. კიდე ჩაგეძიები შაქრის შემცველებზე, შენი შემცველებზე, შენი შეხედულება რა არის, იმიტომ რომ მე მაგალითად აქტიურად ვიყენებ ხოლმე უშაქროს და თუ ტკბილი მინდა თაფლით ვანაცვლებ, ან შაქართან არაფერი ის არ მაქვს პირიქით, როცა მჭირდება ხოლმე, თქვათ თაფლთან თუ არ მაქვს შეხება ახლოს, სახში თაფლი ძალიან ბევრი მაქვს სკების გამო, ვიყენებ შაქარს თავისუფლად.
მაგრამ მეგობრობ შაქრის შემცველთანაც რა, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ყოველდღურად არ მევიღო მარტო ვარჯიშობ და მე სირბილთან არ ვეგობრობ ჯერჯერობით რა. ვისაც ვეუბნები ხოლმე, პირდაპირ ისა აქვთ ხოლმე. დიაბეტი ხო არ გაქვს, რატო იღებ რა? და შენი პერსპექტივით როგორი არის ეს ყველაფერი? ხო, მე დიდად რო გითხრა შაქრის შემცველს ვიყენებ თქო, არა, იმიტომ რომ ჩემს პრიორიტეტებში ეგარზეს და ვინც მაგალითად ვისთვისაც პრიორიტეტი არის ის რომ შაქარი შეამციროს ნახშირწყალი და დაბალ კალორიაზე დარჩეს, ვერ ვეტყვი ვინმეს რომ ცუდია შაქრის შემცველი. ანუ შემიძლია ვთქვა რომ პირიქით, იმიტომ რომ არ გვაქვს არანაირი კვლევა. ეგ იმის ბრალიც არის ალბათ რომ ადამიანებზე კვლევები შემცირებულია ძალიან და ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ხოლმე და ძირითადად ვერდიქტებზე ვართ. მაგრამ რაც გვაქვს გვეუბნება იმას რომ შაქრის შემცველი იმ რაოდენობით რა რაოდენობასაც ვიღებთ და შეგვიძლია რომ რეალურად მივიღოთ თუ რამე ეს არ გვაქვს мотиваცია რომ რაღაც რამე მოგვივიდეს და თავს რამე ვაღნოთ არ ვნებს რა და მაგის თქმა მინდა რომ ადამიანის ორგანიზმი არის ძალიან ძლიერი რა აი საერთოდ არ ჭირდება მაგალითად ღვიძლს დეტოქსი ჩაი ხო უნდა დაასვენო ეგრე არის ადამიანის ორგანიზმი რა მთლიანად რომ რაღაცა როცა ხდება ეგეთი ძირითადად შემთხვევაში უნდა დაასვენო ღვიძლი უნდა დაასვენო რომ გაგწმინდოს ხო ეგრე მუშაობს და არ ჭირდება მაგას ბალახეული და ჩაები და რაღაცები აცადეთ და სასურველ შედეგს მოგცემს. ზუსტად ეგრე არის ნებისმიერ პროდუქტზე. რა გაკვირით შევეხები, იმიტომ რომ აი მაგალითად სიმსივნის გამომწვევი რაღაცები არსებობს ხო, ეს იწვევს. ვერ ვიტყვი ვერაფერზე ესე თავდადებით და ვერც ვერავინ ვერ იტყვის მსგავს რაღაცას, იმიტომ რომ ერთი ფაქტი არის, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გვაქვს გაზრდილი, მეორე ფაქტი არის ის, რომ ჩემი მეგობარი მაგალითად სიმსივნით გარდაიცვალა, რომელიც არასდროს ცუდად არ იკვებებოდა, სულ სოფლის ნედლეულზე და პროდუქტებზე იყო, არ ეწეოდა და ვარჯიშობდა. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეწევიან და დარბიან გიჟებივით, ხო? ანუ და ბევრ რაღაცას მიირთმევენ რა. ხო და არ ვიცით რა ხდება ჩვენ თავს ჯერჯერობით. ხო და უმჯობესი არსებობს ესეთ სიტყვა. უმჯობესია ეგ არ გააკეთო, მაგრამ ჯორჯ ბესტიც ეწეოდა და მაგრამ თამაშობდა ფეხბურთს. არ მოპირებ პოპულარიზაციის მე თვითონ არ ვეწევი, მაგრამ კატასტროფა არ არის რაღაცები რა, რაც დღეს დემონიზებული არის რა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას კეთება შეგიძლია. უბრალოდ პრიორიტეტი უნდა განსაზღვრო, წონის კლება გინდა კალორიებს მიაქცე ყურადღება. ჯანსაღება გინდა დამიჯერე რომ მაიონეზის ჭამა შეგიძლია, ოღონდ მცირე რაოდენობით. საშინელება არის, არ მომწონს, გემო მომწონს, მაგრამ პროდუქტი არ მომწონს, მაგრამ შეგიძლია მიირთო. სხვათა შორის კაი რაღაცაა. ძალიან მიყვარს რაც არ უნდა ის იყოს შაურმა და ძლივ ჩავანაცვლე მე არაჟნით ან ჩედარით და თითქმის იგივე გემო აქვს რა მაიონეზი მაინც აი ჩარჩენილი რო გაქვს რაღაც ისეთი გემოთია. ხო, ნუ პროდუქტი არის რომელიც აგემრიელებს ახლა ყველაფერს და ვერსად ვერ გაიქცევი და მაგას ვიძახი რომ აი ჩვენთან თუ ოდესმე ვინმე გამოჩნდება ისეთი ვინც რაღაცა light mayo-ს დაამატებს იქნება გადასარევი. ანუ არ ვამბობ რომ ჯანსაღია, მაგრამ შეგიძლია რა რომ რაღაც დოზირებები დაიცვა და მიირთვა. მაგალითად სასმელიც არ არის კარგი. არც ერთი წვეთი, მაგრამ ან ჩემს მენტალურ მდგომარეობას ხანდახან უხდება და მჭირდება და რატო არა. აი მაგალითად არავინ არ გეტყვის იმას რომ მაკდონალდსი კარგი არის, მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ ისე გამომადგა რომ ანუ რატო არ why not ხდება მანდ რა. და მაგაზე ბევრ რაღაც შეგვიძლია ვთქვათ რომ მაგალითად სნიკერსი რატო შეიძლება იყოს კარგი. ჯანსაღ ალტერნატივას ყოველთვის მე ვერ ვნახავ. მაგრამ ისეთ პროდუქტს ყოველთვის ვნახავ, რომელიც იმ მომენტში გამომადგება და ეგრეც არ დამაზიანებს როგორც მეუბნებიან რა. კი, აი მე სულ მაგას ვეუბნები, მოსწავლეები რომ მეუბნები რა, აი cheat meal-ი როდის მექნება რა, აი მინდა რომ წავიდე და ხინკალი ვჭამო რა. ვეუბნები რომ მოდი ჯერ დავიწყოთ კვება ჯანსაღად. რამოდენიმე კვირა ვნახოთ სხეული რას იზავს, რომ ვიცოდე რომ ფიდბექი მომცეს, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს რა. და მე როდესაც ის აქვთ ხოლმე რომ აი
იცი რა უნდათ რომ უთხრა, აი 7 დღეში ერთხელ დაარღვია, აი რაღაც ისა აქვს ჩარჩენილი და ჩემი პოლიტიკა ყოველთვის ესეთია, რომ თუ გზნობ იმ მომენტში, რომ შენის ხინგალი თუნდაც 5 წალი, რო ჭამო უფრო მეტ დადებიც მოგცემს, ვიდრე უარყოფიც. ეხა უბრალოდ სახში ზიხარ, არანაირი мотиваცია არ გაქვს იმის, რომ რაღაც მაინც და მაინც ცუდის ჭამო, გაქვს კარგი საჭმელი ჯანსაღი, მირთვი ეგ, მაგრამ მეგობრებთან რო გადიხარ და იმას ეუბნებ, რომ იცი რა, მოდი მე რაფს წამოვიღებ სახლიდან, როცა იქ არის ჩვეულებრივი საჭმელი, ეგ პირიქით იმდენად დაგსტრესებს. და სახში მოხვდა და იტირო მერე და მაგას არ ჯობია რომ მიირთვა ერთხელ რა. ისე მან და ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ჩემი აზრით, რასაც ადამიანები უშვებთ, არის ის, რომ კატეგორიულები ვხვდებით, რომ აი მაგალითად აი მორჩა ცომელს აღარ ვჭამ. აი მორჩა შემწვარს აღარ ვჭამ. აი მორჩა ტკბილეულს აღარ ვეგარები და ეგრე ვართ მოწყობილები სამწუხაროდ, რომ როცა ეგრე იძახი, რომ აი მორჩა, მან ხდება ზუსტად ერთი მომენტი, რომ აი ის გინდა. აი ზუსტად სულ ეგ გახსოვს. სულ ეგ გახსოვს და მე მიდრეკილი ხარ იმისთვის, რომ დაარღვიო. როცა არღვევ რაღაცას, შენი მენტალური მდგომარეობა უარესდება. და როცა მენტალური მდგომარეობა უარესდება, რაღაც მომენტში შიშები გიჩნდება და მე ძალიან რთულად უბრუნდები იმ პროცესს, რომელსაც დიდი ხანია იწყებ. და არ გინდათ ეგრე, ანუ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ზუსტად ეგ, რომ დავიწყებდი რაღაცებს, გავცხრილავდი პროდუქტებს, რომელიც უნდა მეჭამა, არ უნდა მეჭამა და მე ერთხელ თუ წამიცდებოდა მიწევდა არა თავიდან დაბრუნება, არამედ ჭიდილი, რომ ლაშა, როგორი სუსტი ადამიანი ხარ რაღაცა და საკუთარ თავს იმდენად ვაბულინგებდი, რომ მე აღარც სწორკვებაზე მქონდა აქცენტი და ვამართლებდი საკუთარ თავს იმით, რომ რაღაცა ფილმი მქონდა ნანახი, რომელიც რაღაც ბევრს ჭამდა ადამიანი, მაგრამ კაი ტიპი იყო და რაღაცა ხო ხვდები რა, ვიმართლებდი თავს რა. ახ ბევრს ჭამდა ადამიანი, ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ არა, მისახვედრი ფრაზა იყო. ის აქვს ხოლმე იმას ხო რა თავის გამართლება. სხვათა შორის შენ რო თქვი იმ ნაწილზე შენს ახლობელზე მამა ჩემზე მაქვს იგივე кейსი რა. თირკმლის პრობლემები რო დაეწყო და გადანერგვა რო დაჭირდა, რო ვიკითხეთ, რის გამო შეიძლება თირკმლის პრობლემები ადამიანს კონდეს, ბევრისმა მოწევა ცუდის ჭამა, და სოფელში 35 წლამდე ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ყველა მიცოდა რომ ვარჯიშობდა რა და ჯასაღაც ცხოვრობდა და მეთქი რა, ანუ ერთადერთი ადამიანი იყო რა, მამა ჩემი რო უკითხე იმ კაცს და ანუ მაშინო არსებობს რა სტანდარტული кейსი, ანუ დაზღვეული არასდროს არ ხარ რომ რაღაცისგან რაღაც მოგივდეს, მაგრამ არც იმისგან ხარ 100%-იანი, ანუ არ არსებობს რომ ეგრე ბევრი წყლის დალებითაც შეიძლება ინტოქსიკაცია მოგივიდეს რა. სამწუხარო რეალობა არის, ვერ გაიგებ, ეგრე ჯერჯერობით არ ვიცით. რაღაცები ვიცით, მაგრამ იმდენი არ ვიცით. ხო, მომწონს შენი ხედვა ზუსტად ეგ, რომ ცხოვრების პრიორიტეტი რაც გაქვს, კვებაც იმას უნდა მოარგო რა, იდეაში მთავარი ეგ არის. რა სიტყვი დღევანდელ რეალობაში ხალხი, ვინც ცდილობს რომ ჯანსაღად იკვებოს, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებს სამზარეულოში თუ მის გარეთ. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. ხშირად ალბათ შეხვდებოდა ყველას და მეც როცა დავიჭირე ეგ მომენტი საკუთარ თავში, იყო ის წახემსების მომენტი. გაიარე გამოიარე რაღაცა შეჭამე. ანუ მცირედი არის კი მართალია, მაგრამ აი ხალვა მაგრად მიყვარს მე რა, მაგრამ ახლა რო შევყვები ხალვას, 2000 კალორია ჯიბეში მაქვს ხო, მაგრამ არ მიჭამია ბევრი. აი ეგეთი რაღაცა არის. მე რო დავფიქრდები იმას, რომ მაგალითად ლუც რო სვავ და ჩიპს რო აყოლებ და დორიტოსებს რო აყოლებ ხოლმე. წინ ბოლო კვების მერე ფეხბურთის ხურების ხამის პირველ წელს. ხო, მაგარი არის. მიყვარს. მაგრამ ანუ ჩვეულებრივად ადიხარ 3000 კალორიაზე მეტს იღებ ხშირ შემთხვევაში. კი მართალია მაგის ათვისება ეგრე არ ხდება, მაგრამ იმაზე მეტი ათვისება ხდება ვიდრე გონია. ხო და აქედან გამომდინარე, რა ჩვევებიც არსებობს, რა ერთი არის ეგ. თუ შენი პრიორიტეტი არის მაგალითად წონის კლება, მოდი ეგ ჩვევები გაფილტრე. რომ წახემსებას დაანებე თავი. ერთხელ
ერთ ჭამაზე კარგად ჭამე, მეორე ჭამაზე კარგად ჭამე. სწორად დააბალანსე ზუსტად აი ამ ცილებით, ბოჭკო, მიიღე, ნახშირწყლებით მიიღე, ყველაფერი სასურველი მიიღე, რომ აღარ მოგინდეს ცმუცნაობა. და მაგ რაღაცებს ეშველება მე რა. ეგ არის ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნეგატიური ჩვევა, მეც სულ როცა არ ვარ კვებაზე, რო ვიცი რომ აი ახლა უბრალოდ ჯერჯერობით დარბაზისგან და რაღაც საქმეების გამო შორს ვარ, ეგ მომენტი მაქვს ხოლმე, ან არაქისის კარაქი, ან თხილეული სულ მიდევს და სულ რომ მაგაზე ფიქრი არ მომიწიოს და ვითომ რა ქვია, შუალედებს ვზრდი კვებებს შორის მაგით რომ აი სახში რომ მივალ მე კარგად შევჭამ, მაგრამ ეგ ყოველთვის ყველაზე მეტად მიჭირს მე რო გადავდივარ სტანდარტულად ადამიანურად 4ჯერადან 3ჯერად კვებაზე რა. მე რაც ახლა ცალკე გადავედი მაგალითად მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად, მაგის მერე დავიწყე კვება. ნორმალურად და გეტყვი ჩემებს არაფერს არ ვერჩევ ჩემ მშობლებს. უბრალოდ სტანდარტული ქართული ოჯახის кейსი არის, სადაც მაგალითად სულ გაქვთ ხილეული, სულ გაქვთ ორცხობილა, სულ გაქვთ წვენი, სულ გაქვთ რაღაცა და აი რანაირად არ უნდა ჭამო. აი ზუსტად ეგრე არის ჩემს მაგიდაზე ხო გითხარი სკები რო გვაქვს თაფლი არის n რაოდენობით რა. ჩემს მაგიდაზე ცენტრში დიდი თებშით ფიჭა რო არიდოს, ეგეთი თხი არ არსებობს რა. და ჩაი არის შეჭამე 2 საათის წინ და იცი რომ აი ცოტა ხანში უნდა ჭამო და ხედავ ფიჭას. ტკბილეული გიძაუ ფიჭას არა უშავს კაცო. ჩემთან სულ იყო მაგიდაზე თხილეული, სულ იყო მაგიდაზე რაღაცა კამფეტები. აი წარმოუდგენელია უბრალოდ რომ რა გული უნდა გქონდეს ბავშვს ან მოზარდს რომ არ გაიკარო. რო გნახავენ რომ ჭავდა დედა ხო არ გინდა და კიდე გამოაქვს რა ეს ტკბილეული მოაქვს და მოაქვს. მე უფრო პურზე მაქვს ეგ მომენტი დედა ჩემს უყვარს სახში პურის გამოცხობა და რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ეს გამოცხარი პური მე იქ სულ გუნდს ჩადებდავს აი ფიზიკურად უარს ვერ იტყვი რა. შენთვის ყველაზე დიდი ჩელენჯი რა იყო ისე სამზარეულოში, რამაც აი რისის სწავლაც გაგიჭირდა, ან რა არის ის თულები, თუნდაც დამატებითი, თუნდაც ტექნიკა იყოს, ან თუნდაც ნებისმიერი სახის საკვები იყოს, რასთან მუშაობაც გაგიჭირდა, მაგრამ აი მაგან რო გაიტანა, მე უკვე სამზარეულოსთან მუშაობა გაგიმარტივდა და ყოველდღიურობა უფრო მარტივი გახდა. კი ბატონო, ეხლა ვარ მე 30 წლის. სამზარეულოში გავატარე 11 ან 12 წელი. ან ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დაუთმე კულინარიას, პროფესიულ კულინარიას, სადაც სამზარეულოში ვიდექი, ან 16 საათი, ან 8-10 მეტი გაცილებით, 24-იც ყოფილა. და მან ვისწავლე თითქმის ყველაფერი. მაქედან გამომდინარე მაქვს ხოლმე შეხედულებები ყველაფერზე. იმიტომ რომ იმ ასაკში მომიწია მან ყოფნა, როცა ვიზრდებოდი, ვყალიბდებოდი კაცად. აქედან გამომდინარე არსებობს ბევრი დეტალი, რომლის მაგალითით შემიძლია მოვიყვანო კულინარიიდან. მაგალითად ახალი რაღაცების სწავლა ყოველთვის მიჭირდა და მეშინოდა. მაგრამ ერთ მომენტში ეგ იყო კონდიტერია. კონდიტერიას ყოველთვის ვერდებოდი, იმიტომ რომ მითები და თქმულებები არსებობდა, რომ ხელი უნდა გქონდეს ესეთი და რაღაცა სხვა იყო რა, ანუ ჩაულებრივ მწარეული, მაგას ვერ ისწავს. ეგეთი პოცებული ხო? ხო. ეგეთი შეხედულებები არსებობდა რა, მაგრამ როცა მომიწია და როცა ანუ შეფის რანგზე ადიხარ ადამიანი, უნდა იყო გათვითცნობიერებული ბევრ ასპექტში. ერთ-ერთი არის კონდიტერია. კონდიტერიასთან შეხება როცა მომიწია, არ ყოფილა ძნელი. ანუ თურმე იმაზე მარტივია, ვიდრე მე მგონია და იმაზე კარგად გამომდის, ვიდრე მეგონა რომ გამომევიდოდა. იმიტომ რომ რაღაც მარტივ სტანდარტებს თუ იცავ, აუცილებლად გემრიელი გამოგივა. თუ განსაკუთრებული გინდა გააკეთო, მოინდომა. ეგრე არის ყველაფერი ცხოვრებაშიც. თუ განსაკუთრებული გინდა გააკეთო რაღაც, უნდა მოინდომა. რთული არაფერი არ არის. აი ვისაც ინგლისურის სწავლა უჭირს მაგალითად, უნდა დაიწყოს და არც ეგ არ არის რთული, უბრალოდ სწორ დროს გჭირდება დაიწყო, სწორად უნდა დაიწყო. იმიტომ რომ არსებობს ბევრნაირი სწავლებები, რომლებიც მაგალითად ჩემთან არ ზის რა, ვერ ვითვისებ ეგრე. ზუსტად ეგ იყო კონდიტერიაშიც, რომ მომიწია, შევეჭიდე, გამომივიდა, დღეს ძალიან კარგად ვაკეთებ. ასევე არის როგორი რაღაცა, რომ ადამიანის ლიმიტები არის
ზოგჯერ ულიმიტო. სამზარეულოში როცა დგახარ წარმოიდგინე 16 საათი იმუშავა. სახლში უნდა წახვიდე და ისე უნდა მოხვიდე დილით, რომ ისე მაგდენი იმუშავა. ეს შენ იცი, მაგრამ იცი რომ მეტი სხვა ვერ იზამს. უნდა გააკეთო, იმიტომ რომ რაღაცა кейთერინგი გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გასაკეთებელი, ხო? და მუშაობ, აკეთებ. მაგრამ როცა არ გაქვს გათვითცნობიერებული, რომ შენ ამის გაკეთება ან შეგიძლია, ან გასაკეთებელი გაქვს, არ აკეთებ. და გონია რომ ძალიან რთულია. და ეგრე არ არის. შეგიძლია გააკეთო. ასევე სამზარეულოდან გადმოყოლილი მენტალიტეტი ძალიან მეხმარება, მაგალითად ეხა ერთ წელიც არ არის, რაც დავიწყე სირბილი და სირბილში. ვერავინ ვერ მეტყვის, ვერც ერთი მორბენალი ვერ მეტყვის, რომ რაღაც დროის მერე სირბილი მარტივდება. რომ შემიძლია ეხა მაგრად მოვემზადო და 5 კილომეტრი გარბენა არ გამიჭირდება. გამიჭირდება 10 წლის მერეც. იმიტომ რომ რაღაცა სუნთქვა გერევა ის რაღაცა კუნთები თქო ჩვეულებრივი ამბავია. მანდ უკვე მუშაობს მენტალიტეტი. შენი მენტალიტეტია ზუსტად რომ გარბენინებს 10 კილომეტრს, 21 კილომეტრს, 42 კილომეტრს და იმის იქით კიდე. და ეგ მაქვს სამზარეულოდან გამოყოლილი და იმდენად ბევრის გარბენა შემიძლია, რომ ფეხებიც აღარ მემორჩილება არაფერი და ძლივს მივდივარ ფინიშის ხაზამდე, მაგრამ მივდივარ. ეგ არის სწორი მენტალიტეტის გამომუშავებაც შესაძლებელი. და არავის არ ვურჩევ ხოლმე რომ ზარეული გახდეს, მაგრამ მსგავსი სკილების ასათვისებლად იდეალური ალტერნატივა. ჯარისგან განსხვავებით ხელფას გიხდები. ძალიან კარგი დასასრული იყო. სხვათა შორის მაგაზეც ერთი რასაც დავამატებდი, ეგრე არის ხოლმე. თქმულებები აქვს ხოლმე, რომ აი ვარჯიშს რო დაიწყებ, თავიდან ჭირს თორე მე რომ მიეჩვევსო, ანუ 8 წელია უკვე პროფესიონალურად როგორც ტრენერი ვარჯიშობ და არასდროს არ ყოფილა მკერდის ვარჯიში უფრო მარტივი ვიდრე წინა ვარჯიშზე იყო, იმიტომ რომ თავარი მიზანიც ეგ არის რომ ბოლომდე მიხვიდე რა და 10 თუ 15 წლის მერე მარტივი არ იქნება, უბრალოდ შეიძლება ჩვევარი და წასვლის მომენტში არ გექნება ის კითხვა რომ წავიდე თუ არა, მაგრამ რაღაც მომენტში ეგეც თუნდაც 20 წელი ვარჯიშო, მაინც გაქვს რა სადღაც კითხვა, გეზარება, წვიმა არის, სახში შენები ფილმს უყურებენ და შენ აი გარეთ უნდა გახვიდე დარბაზში და წახვიდე რა. და დარბაზში მით უმეტეს ანუ ტრენაჟორზე შენ თუ ბოლომდე არ მეხვალ და კუნთს არ გათიშავ, მაშინ რა აზრი აქვს ვარჯიშს და თუ თიშავ, ესე იგი კუნთი გტკივა. როგორ უნდა გამარტივდეს ტკივილი. უბრალოდ იღებ და იცი რომ ეგ არის რა. ეგ აქვს ხოლმე რომ აი რამდენ ხანში შევეჩვევი ვარჯიშს, ანუ ვარჯიშს რამდენ ხანში უნდა შევეჩვევი. მუდმივად პროსტა ჩვევა უნდა იყოს რომ მოხვიდე თორე. კუნთის ტკივილს მე ვერ გაგიქრობ, რაც არ უნდა დალიო, ის ამცირებს დროის რაოდენობას, თორე ტკივილი მაინც უნდა იყოს რომ გაიზარდოს კუნთი, ხო? ეგ ჩვევები აქაც არის და მთავარი დისციპლინა არის იდეაში რა. რომ მოდია ხოლმე სულ მაგას ვეუბნები, რომ მე გასწავლი ჩვევებს, თორე წოლჟიმი, ეხა YouTube-ზე რო ჩაწერო bench press-ი, შეიძლება n რაოდენობის ახსნა ამოგიგდოს, დღეს ტრენერები მეც ვერაფერს ვერ გასწავლიან ახალს რა. იდეაში მიწურულისკენ ნელ-ნელა მივდივართ, მაგრამ კიდევ ერთ კითხვას ისევ სამზარეულოსთან ახლოს დაგისვავ, რა არის შენი ყველაზე საყვარელი კერძი, რომლის მომზადებაც და ჭამაც გიყვარს, სანამ გადავალ უკვე რჩევების გაცემაზე. ხო, აი, როგორი უცნაური რამეც ეს მზარეულს რო ეკითხები მომზადება და ჭამა გიყვარსო, ეგეთი რაღაცები იშვიათად ხდება. მე არ მიყვარს ჩემი მომზადებულის ჭამა. აუ, არა, ნებისმიერ სხვა ადამიანმა სულ რო არაფრად არ ვარ გოდეს მირჩევნია ჩემი გაკეთებულის ჭამას. იმიტომ რომ ის პროცესი გამოვტოვე კეთების. კეთების პროცესს როცა იწყებ, შენთვის მნიშვნელოვანია აი შენ თუ მოგეწონება და არა მე. თორე ჩემს ყოველდღიურ კვებას რო შეხედო, ხო, როგორც მზარეული, არაფერი განსაკუთრებული. შეიძლება ხანდახან ზეხვი და პური ვჭამო, ანუ არ მაქვს ეგ და არ ვარ წუნია. აქედან გამომდინარე, ჩემი საყვარელი კერძი ბევრია. ბევრი რამე მიყვარს მართლა, მაგრამ ხშირად მინდება ხოლმე ხინკალი, ხშირად მინდება ჩაშუშული, ოსტრს რო ეძახით ხოლმე. აი გიждები მაგას, არ ვიცი, ბავშვობის სიყვარული არის ალბათ რიკოტზე. რიკოტზე რო ჭამდი ხოლმე, მახსოვს კარგად. ისევ გამახსენდა და ისევ ჩემით სხვათა შორის ეგ მიყვარს რა, ეგ ოსტრი ძალიან ისეთი საჭმელი არის, თითქოს ყოველდღე ვერ შეჭამ, მაგრამ ისეთ დროს აკეთებს ხოლმე.
დედაჩემთან იმის გაკეთებული იმდენად მიყვარს და მაგიტომ ყოველთვის მიყვარს იცის მეც. პურსაც რო მაგ დროს ცხელს აკეთებს და მაგიტომ მიყვარს ძალიან მეც. კარგია. უამრავი რაღაც მაქვს გასინჯული ცხოვრებაში. მართლა წარმოუდგენლად ბევრი სხვადასხვა ქვეყანაში ყველაფერი, მაგრამ რაღაცები არის რაც გახსენდება რა, რომ აი ეს გინდა. ჭადი და ყველი არის ჩემი, არ ვიცი, მაგის გარშე არ შემიძლია ყოფნა. ხინკალი არის ტრადიცია, რომელსაც მაგალითად თვეში ერთხელ მაინც მივყვები ხოლმე და არ ბევრი რაღაც მიყვარს, ძალიან ცუდი ისეთი კითხვა. ჭამა მიყვარს. კაი. იდეაში ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ. და მაინც მინდა რომ აი როგორც შეიძლება ნუტრიციოლოგია არ ჩავშალოთ და ეს მეცნიერულად არ გავხსნათ, მაგრამ იმის მიუხედავად რომ დღევანდელი რეალობით ეხლა დემონიზირებული არის ნახშირწყალი, ეს წარსულის მომენტი მაინც შემორჩენილი აქვს იქამდე ჩემს ბავშვობაში დემონიზირებული ცხიმი იყო. ნახშირწყალზე ყველა იძახდა რომ კი კაც უნდა მიირთვა პურის გარეშე, დედაჩემიც ეგრე იყო რომ აი ერთ ნაჭერ ხორცს რო შეჭამ ორი ნაჭერი პური უნდა დააყოლო რომ ძლიერი გაიზრდებიო რა. რომ გავიზარდე მერე მივხვდი რაც ჩვევას მავითარებინებდა, მაგრამ არა უშავს მაგას. ცხიმის მიმართ ხედვები დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ისეთი რომ აი მუცლის ცხიმი და კარაქი ერთი და იგივე გონიათ ჯერ კიდევ რა. და მინდა რომ ეგეც ასე თუ ისე ეს დემონიზაციის მომენტი მაგისიც გავაქროთ. ცხიმზე არის ერთ საინტერესო ამბავი ის, რომ იმდენად დემონიზირებული იყო, რომ პროდუქტებში შეამცირეს ცხიმის რაოდენობა და მივიღეთ ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. შაქრებით მდიდარი პროდუქტები. და ძალიან ცუდი რამე მოხდა მაგით. ეხლა რაც შეეხება ცხიმებს. ცხიმები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის ტვინის ფუნქციონირებაში, ჰორმონების ბალანსში, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. და ზოგადად რამე ნივთიერება და ცვლა თუ ხდება, ცხიმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ცხიმის გარეშე ყოფნა ჩვენ არ შეგვიძლია. თუ ცხიმის გარეშე ჩვენ ყოფნა არ შეგვიძლია, ესე იგი ცუდი არ არის. ანუ კარგია. ხო და ისეთი ცხიმები, რომელიც არის ჩვენთვის აუცილებელი, უნდა მივიღოთ. ადამიანის ორგანიზმს ტყუილა არ აქვს ცხიმი. რაღაცაირად მაგალითად მუცლის არეში ცხიმი, ხო, რას ნიშნავს? სითბო პირველ რიგში. ეგ გვაქვს ევოლუციის დონეზე გვაქვს. არ არის ცუდ. და ზოგადად შენთან მაგალითად დაახლოებული ამბავი არის, რომ ფიტნეს ინდუსტრიაში ულამაზესი ათლეტები რო არიან, ძალიან ჩამოყალიბებული. ეგ ნატურალური არ არის, ხო ხტა? ანუ ცხიმიც უნდა გქონდეს. ჯანსაღი ანუ ადამიანის ფენომენი რაც არის ეგ, რომ ცხიმიც აქვს, კუნთიც აქვს და ძალიან ძლიერია. ამიტომ ჩემი რჩევა არის, რომ როგორც ცილას აქცევთ ყურადღებას, ისე უნდა მიაქცევთ ცხიმის დღიურ რაოდენობას სხვადასხვა ორგანიზმში, რომ მიიღოთ სწორი ცხიმები. კი, მესმის, ანუ მაგას ხას გავუსვავ, რომ ნატურალურად, ფიზიკურად კი შეიძლება ვთქვა 15%-ს ჩამოსდეს, 12%-ს მამაკაცი, ქალებზე არ მაქვს საუბარი, ქალების შემთხვევაში ცოტა მეტი უნდა იყოს აუცილებლად. თუმცა აი მაგის მერე მაგას თუ რა თქმა უნდა ნატურალურად ცდილობს უკვე არტყავს გონებას ეგრევე. იმიტომ რომ ფუნქციონირება და ჰორმონების ბალანსი ეგრევე ირღვევა და ცუდად ხდები რა. მე მაგალითად 17%-ს არასდროს არ ჩამოუცილებულ ვარ, იმიტომ რომ არ გამოვდივარ მით უმეტეს როგორც ბოდიბილდერი, თან ტრენერი ვარ და ჩემი ცხოვრების წესს ეხლა მე რო 17%-ზე ვიყო და ვაკონტროლო კვება, ვაი დაუცებ სადმე დამჭირდა როგორც თქვი მამაჩემთან დახმარება, მე რო ეგეთი დაბალი ცხიმის მაჩვენებელი მაქვს, ძალაც აღარ მაქვს საერთოდ რა. ყოფილა მომენტი რომ თქვა ეგრე მაქვს ხოლმე წელიწადში 3 თვე ვარ აქტიურად, რომ აი მოვარჯიში ადამიანი ვარ და ასე შემდეგ. მე უკვე ხდები ტრენერი. ჩვეულებრივად ვჭამ ძეხს და პურსაც, თუნდაც საჭიროების მიხედვით თაფლიან წყალსაც და ჩემი ღიპის რაოდენობა იზრდება, მცირდება. იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე ნორმალური. ნახშირწყლის რაოდენობას თუ მე საკვებში საკმარის არ ვიღებ, სამსახურზეც მეტყობა, რომ მუშაობის დროს გონება არ მემორჩილება საკმარისად ენერგია არ მაქვს. დღის ბოლოს ვარ მკვდარი, ცხიმიც მით უმეტეს რა. თან ასე თუ ისე საქართველოში
ბავშვობიდან გვაქვს ჩარჩენილი, რომ ეს ცხიმი ჩვენს საკვებს ივდერად გევრიელს ხდის, რომ ცხიმის გარეშე მე მაგალითად რაღაც მოხრაკული თუნდაც ის ხახვი თუ წვიანს არ დაუმატა დედაჩიმა ის გემო არ აქვს, როგორიც უნდა კონდეს. კი, ფასტ-ფუდის ინდუსტრიაც ცხიმზე არის აგებული. არანაირი პრობლემა. ხო, და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არ გვისაუბრე, არის ვიტამინები. ხო, აი, მაგაზე მინდა სხვათა შორის. ხო, იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყეთ. მე რეალურად მქონდა brain fog. მქონდა და აუტანელი რამ არის. ნორმალურად პასუხისგაცემა არ შეგიძლია, რაღაცაზე კონცენტრაცია არ შეგიძლია და არასრულფასოვნად აღიქვა მე საკუთარ თავს, რომ რაღაცებს კეთება უბრალოდ არ შეგიძლია. და რეალური პრობლემა მანდ არის რა, რომ არა მარტო ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეხმარება ვიტამინების კონტროლი ორგანიზმში, არამედ ნებისმიერ ფაქტორი. აი, მაგალითად, დეპრესიისკენ მიდრეკილება ბევრი რამედან შეიძლება იყოს გამომდინარე, მაგრამ უმეტესი წილი ვიტამინებს უკავია. მაგალითად, B ვიტამინს, მაგალითად, D ვიტამინს, უენერგიობას და ასე შემდეგ. მან ბევრი ფაქტორები არის რა. დარს უნდა მიაქციო ყურადღება. ეხლა ჩემს რაციონში ყოველდღიურში არის მულტივიტამინები, რომ არ გამოვიფიტო. D ვიტამინი, მაგნიუმს მივირთმევ, ცინკი და ასევე ელექტროლიტი. ეს კომბინაცია არის სტანდარტი ჩემი აზრით, რაც უნდა მიიღო. რა თქმა უნდა გაესინჯო და გაიგო შენი ვიტამინების რაოდენობა, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ჩვენთან ვიტამინების რაოდენობას რო ზომავენ, რეალურად ეგ არის ძალიან დაბალი ნიშნული. და ადამიანი, რომელიც არის მაგალითად ფეხბურთელი, სპორტსმენი, ათლეტი, ან უბრალოდ რაღაც აქტიურ ცხოვრების წესი აქვს, ეგ ვიტამინების რაოდენობა, რაც საგრძნობლად მაღალი უნდა იყოს და ერთი ის რომ გაესინჯეთ და ნახეთ და მეორე ის რომ მაინც საუცლებლად დაგჭირდებათ და შეგიძლიათ მიიღოთ. კი, ანუ D ვიტამინზე მაქვს მე ეგ რა. საქართველოში რატომღაც მიღებული სტანდარტი არის, რომ 10-დან 30-მდე უნდა გქონდეს. 10 თუ ჩამოცდება კრიტიკული მინიმუმია და სინამდვილეში 30 არის ის, რაც ორგანიზმში უნდა გქონდეს, რომ D ვიტამინის ნაკლებობად არ ჩაითვალოს რა. და ხალხს მაინც ისგონია, რომ აი 16 მაქვს, მეთქი რა 16, 28 რომ მქონდა, მეგონა რომ მეთქი всё, დავასრულე ცხოვრება. ხო და საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდოდა, რომ როცა ამ ვიტამინებით შეივსებ და აკონტროლებ, რაღაცნაირად უფრო ფერადი ხდება ცხოვრება. მართლა. ბევრად უკეთ აზროვნებ, გიხარია რაღაცებს გეთება. აღარ გეზარებას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც არ მაცივარ. ნაკლებად გეზარება და ბევრად მონდომებული ხარ. და არ არის რთული. ან უბრალოდ შეგიძლია სისტემატურად შეემოწმო ხოლმე, კარგი იქნება თუ 6 თვეში ერთხელ გადაემოწმები მინიმუმ და აი ამ ბალანსს დაიჭერ რა. ეს მინდოდა მეთქვა. იმიტომ რომ მე მიშველა. თევზის კონზე რომ აღნიშნე, მაშინ მინდოდა რომ ეს მეკითხა უბრალოდ სამზარეულოში რომ შევედით გავასვლა და ამავიწყდა რა. ვიტამინებზე მინდოდა ჩაკითხვა მართლა. იმიტომ რომ მეც რომ მოდიან პირველ რიგში მაგას ვეუბნები რომ ანუ ანალიზები მომიტანონ აუცილებლად ვარჯიშის პროცესში, მით უმეტეს როცა ოფლი გამოიყოფა, თუ რაღაც ნიშნულზე დაბალი აქვს, ოფლის გამოყოფის მერე მკვეთრად ეცემა. თან ჩვენთან არის საუნაც და გონიათ რომ აი კვირაში 5 ჯერ უნდა შეხვიდე კლება თუ გინდა, მერე იქ ენ რაოდენობით ოფლი რო გამოიყოფა, იფიტება ორგანიზმი ელექტროლიტებზე ფაქტიურად არავის არ ესმის. ელექტროლიტები ჯერ კიდევ ნახევარს ყვინია რომ მულტივიტამინი აღონთ სხვა ფორმით რა. და ძალიან კარგი იყო რომ ეგ აღნიშნე, იმიტომ რომ როგორც გითხარი, საქართველოში დაბალი ნიშნული თუ არის, მაგას თუა ჩამოცილებული, მე ეუბნებიან რომ მიიღეოთ ორეს. ხო, სამწუხაროდ ჩვენთან სამედიცინო სფეროში სპორტულ მედიცინას ნაკლები ყურადღება ეთმობა და ეხლა ნელ-ნელა იწყებს უკვე წინსვლა გვაქვს მაგ ხრივ და ათლეტე როგორ რაღაცა იცი, ადამიანი განვითარდა რა, ადამიანი ბევრად ათლეტური გახდა ვიდრე აქამდე იყო. შეიძლება ეხლა ვიღაცას ეს ისე მოესმეს და მე თქვას რომ ადრე კომპიუტერი არ იყო და ყველა გარეთ იყო, მაგრამ არა, ეხლა ბევრად მეტი ათლეტი გვყავს, ბევრად ჯანმრთელი ადამიანები გვყავს და ბევრად განვითარდა სპორტი.
და სპორტის ნიშნულება. წარმოუდგენელ შედეგებამდე მიდიან ადამიანები და თანამედროვე სპორტს რო შევხედავთ, ნახავთ, რომ სადღაც ასტრალში ვართ უკვე გასულები და კიდევ წინ და წინ მივიწევთ. და ეგ არის ზუსტად რომ ჩვენთანაც ბევრი ძალიან მაგარი კლინიკა გვაქვს უკვე, ბევრი კვლევები გვაქვს საკუთარი, უბრალოდ თუ არ გავყვებით ჩვენს ამ სპორტულ მედიცინას, ვერ წავალთ წინ, იმიტომ რომ არა მარტო სპორტსმენები, არა მარტო სპორტით დაკავებული ადამიანები გვყავს დღეს ჩვენ რა, მეც აქტიური სპორტსმენი ვარ, შენც აქტიური სპორტსმენი და ბევრი ადამიანი უკვე აქტიურ სპორტში არის გადასული, იმიტომ რომ დილით დარბიან და საღამოს დილით დარბიან, მერე ოფისში მიდიან, საღამოს ვარჯიშობენ, ბევრი უკვე ორჯერ ვარჯიშობს დღეში, მათ შორის მეც და გვჭირდება უკეთესი რჩევები, გვჭირდება უკეთესი მწვრთნელები, გვჭირდება უკეთესი გარემო. და ასევე ძალიან ძვირი არ უნდა იყოს ჩვენთან ჯანსაღი კვება. და არ ვიცი როდის რანაირად იქნება, მაგრამ სანამ არ დავიწყებ წარმოებას, არაფერი არ გვიშურებ. ეგ ცალკე პოდკასტია, არ დავიწყებ. არა, მართლა მესმის და ზუსტად იმ ფაქტორს გავუსვი ხაზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩემთან რომ მოდიან, რომ უნდათ რომ ჯანსაღად იკვებონ ტრენერი, ანუ ხარჯები იზრდება დარბაზი, ტრენერი ჯანსაღი კვება, მერე თან ის დრო, რასაც დარბაზს უთმობდა საჭმლის კეთებას, ეგ ხო შენს თუნდაც მუშაობას ან ოჯახს აკლდება, მერე ეგეც ფასეულობა არის რა და იმდენად ძვირი არის, რომ ადამიანის უმრავლესობა უბრალოდ ან უარს ამბობს, ან ცდილობს რომ აი მერე ვიზავ და ეგ მერე არასდროს არ მოდის რა. მით უმეტეს ეგ რო ახსენე, ძალიან კარგია, ეგ მინიმალური ნიშნულები არის იმ ადამიანებისთვის, ვინც არ ვარჯიშობს, უბრალოდ სტანდარტული ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაგრამ დარბაზში როგორც კი მიდიხარ, მინიმუმ 2 მაგი ან 3 მაგი ხდება ეგ მინიმალური ნიშნული, იმიტომ რომ ორგანიზმი ბევრად უფრო სწრაფად იფიტება რა. ძალიან დიდი მადლობა მაგას რო ხაზი გავუსვი და გამახსენე, თორე შეიძლება მივიწყებოდა ხინკალზე საუბრით რა. ბოლო კითხვა რაც მექნება შენთან, არის უშუალოდ რჩევა, რომელიც მიგიღია ცხოვრებაში, შეიძლება კულინარიიდან გამომდინარე, შეიძლება თუნდაც სირბილზე და მოკლედ ნებისმიერი სფეროდან, რომელმაც შეცვალა შენი სოფლმხედველობა ან ცხოვრების სვლა. რჩევა იყო ეგეთი, რომ მოწევას როგორ დავანებე თავი და როგორ გადმოვიტანე პრაქტიკაში მე ეგ. ადრე ვანებებდი თავს, ბევრჯერ მაქვს დანებებული. ძალიან გამოცდილი ადამიანი ვარ სიგარეტის დანებებაში. რაღაცა აი ორშაბათიდან დავანებებ, ეგ ცალკე ამბავია. აი ამ კოლოფს მოვრჩები დავანებებ, ეგ ცალკე ამბავია. და მე იქამდე მივედი, რომ ერთმა ადამიანმა მითხრა. ჩემი მწვრთნელი იყო დარბაზში, MMA-ის მაურჯაში. მოდი უბრალოდ დაანებევ, აი ამ მომენტიდან რა და აღარ მოწევა. მეთქი კაი თქო. ოღონდ აი ისე უთხარი რა, კარგი თქო და მე ჩამრჩა და როგორც კი მოვჭით ვარჯიშს და გამოვედით და ამოვიღე სიგარეტე, ან კოლოფიანად გადავაგდე მე რა. და მაგის მე არ მომწევია დღემდე. და ეგ გადმოვიტანე უკვე ყველაფერში. და აღარ მაქვს ის რომ ხვალ გავაკეთებ რა. ვცდილობ, როგორ არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, რომ ეგრე არ მქონდეს. და ბევრ რაღაცა შემიცვალა მაგან. რომ ხვალ კი არ ვირბენ. მოდი აი ხლა ვირბენ. კი შეიძლება არასწორი არის. ეხა გარეთ რო გავიდე და ვირბინო, იმიტომ რომ 3 საათია, მაგრამ მოდი რა, გავაკეთებ. ეხლა კი არ დავამონტაჟებ რაღაცას. არა, ეხლა დავამონტაჟებ რაღაცას და არა ხვალ. და ისეთ რაღაცებს ვაკეთებ და როცა ეგეთ მყისიერ ქმედებებს აკეთებ, ძალიან დიდი რაოდენობით კმაყოფილება გენიჭებ. საკუთარ თავით როცა ხარ კმაყოფილი, ბევრად უფრო გაბედული ხარ და ბევრად მეტი რაღაცა გამოგდის ცხოვრებაში. და მე ბევრი ადამიანი ამბობს შენზე რომ იღბლიანია. ოკეი. ისეთი რაღაცებს ამბობ ხოლმე ბოლოს, რომ პირდაპირ ხდება ხოლმე ზუსტად ეგრე არის რა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ წინადადებისთვის, იმიტომ რომ მეც მგონია რომ მაგას ვცდილობ რა. მეც ეგრე დავიწყე ეს პოდკასტი, მეთქი აი
ჯერ მონტაჟს ვისწავლი პოდკასტი როგორ ყენო რაღაცა და ერთი თვე გავიდა, ორი თვე გავიდა და მე ბოლოს მეთქი დღეს გადავიღებ და პირველ პოდკასტს მახსოვს 9 დღე ვაკეთებდი, ეხლა რომ 4 საათში შემიძლია დავამონტაჟო და მაგრამ ჯობდა რომ მაშინ დამეწყოთ, რომ ეხლაც არ მეკნებოდა დაწყებული. დღევანდელი დღისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის რომ ეგ ხედვები რაც ყოველდღიურობაში უფრო მნიშვნელოვანია გაგვიზიარე, იმიტომ რომ მეცნიერება არსებობს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღე მუშაობს და სამზარეულოში რო შედის, შეიძლება წარმოდგენაც კი არ აქვს. აეროკლი ახლა დეიდა ჩემს აეროკლი ვაყიდინეთ და რო ჩავდივარ მარტო მევრთავ. გამოყენება არ იცის და ეს ისევ როგორც ეძახიან, მე ჩემს დუხოვკაში მიმუშავებო და ვერ ჩავართვევინე რა და ნელ-ნელა ადამიანი უნდა გადავიდეს ამ თანამედროვე სტანდარტებზე, რომ ყოველდღიურობა გაიმარტივოს. მაგიტო მინდოდა რომ შენთან მესაუბრა რა. კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები.